საღამო მშვიდობისა თქვენ უყურებთ მოამბის მთავარ გამოშვებას. პირველი ოფიციალური განმარტებები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებულ ვიდეოკლიპთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს აზერბაიჯანის ელჩი შეხვდა. დიპლომატი ტელევიზიის დროულ რეაგირებას მიესალმება და აცხადებს, რომ ვიდეო რგოლი არ იყო მიმართული რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა მშვიდობიანი თანაცხოვრების წინააღმდეგ. ოფიციალური თბილისი რამდენიმე დღეში ოფიციალური ბაქოს პოზიციის დაფიქსირებას ელოდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი კი აზერბაიჯანულ კოლეგასთან შეხვედრას გეგმავს. Ტელეკომპანია ATV-ს გადაცემა არდივარ, ანუ გაგრძელება იქნება პრომოს, დღეს გაგრძელება თბილისში მოყვა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში პირველი ოფიციალური განმარტებები აზერბაიჯანის ელჩმა და თავად უწყების ხელმძღვანელმა გააკეთეს. საკითხს სწორედ რელიგიის საბჭოს ანალიტიკური სამსახური რამდენიმე დღის განმავლობაში იკვლევდა. მადლობას ვუხდი ტელეკომპანია ATV-ს ხელმძღვანელობას უმოკლეს დროში ასეთ სენსიტიურ თემაზე რეაგირებისთვის. ჩემი მხრიდან კი სრული დარწმუნებით ვაცხადებ, რომ კლიპში არ ყოფილა რაიმე სახის განზრახვა, სურვილი იმისა, რომ ჭრდილი მიეყენებინა ტოლერანტულ აზერბაიჯანსა და ტოლერანტულ საქართველოში მცხოვრებთათვის, მუსლიმების, ქრისტიანების და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის. ეს მომენტი გამორიცხულია. ეს დაუშვებელია როგორც ქართული, ასევე აზერბაიჯანული მხრიდან. ეს ფაქტი რაც მოხდა, დასაგმობია, მიუღებელია და შესაბამისად ის ეთანხმება პოზიციას შეათანხმებს პოზიციებს აზერბაიჯანში, ანუ ბაქოში ხელისუფლებასთან და მინიმუმ ჩემი კოლეგის მხრიდან მოხდება სახელმწიფო დონის პოზიციის დაფიქსირება. განმარტება, რომელიც აზერბაიჯანის ელჩმა მედიასთან საუბარში ახსენა, ტელეკომპანია ATV-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მიმართავში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოხატული შეშფოთების გათვალისწინებით გადაწყდა, რომ ამ კლიპის გაშვება შეწყვეტილიყო. თუმცა ეკლესიებში ფილმის გადაღება უცხო არ არის და ჰოლივუდშიც კი მაყურებელს თავაზობენ მსგავს სცენებს. სადაც მიმდინარეობს მუშაობა, იქ შესაძლოა დაშვებული იქნას შეცდომებიც. საქართველოს საპატრიარქოს განცხადება კლიპთან დაკავშირებით შაბათს გამოქვეყნდა. საპატრიარქო აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავდა რეაგირებისა და სათანადო ზომების მისაღებად. ეს ხდება ეკლესიაში და მის ცენტრალურ ადგილში საკურთხეველში, რაც სრული უგულობელყოფა ათასობით და 10,000-ობით ადამიანის რელიგიური გრძნობისა. ამ კადრების გადამღებებმა სათამაშო მოედნად აქციეს ის სივრცე, რომელიც როგორც მართლმადიდებლებისთვის, ისე მუსლიმებისთვისაც კი უდიდესი თაყვანისცემის ადგილია. კლიპის გადაღება სალოცავებში და მისი შინაარსი სრულიად მიუღებლად მიაჩნია სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუხტს. საკუთარი პოზიცია ღიად დააფიქსირეს თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობაშიც. ნებისმიერ კონფესიის სიწმინდეების შელახვა და შებრალვა არის მიუღებელი, მე ესე ვთვლი. მით უმეტეს ცოტა გასაკვირიც არის, იმიტომ რომ იგივე როგორც საქართველოს აზერბაიჯანის გამოირჩევა ტოლერანტობით. და რატო მოხდა და რატო გააკეთეს, ჩემთვის აუხსნელია. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო და ყველა მუსლიმი გმობს ამ ფაქტს, ღვთისმსახურში საკონცერტო დარბაზების გამართვა, ან კიდე კლიპების გადაღება არ არის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა დროულად გამოვიძიოთ და უნდა მივაქციოთ ყურადღება. ოფიციალური თბილისი ახლა უკვე პოზიციის დაფიქსირებას ოფიციალური ბაქოს განელის. სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ვიზიტი იგეგმება აზერბაიჯანელ კოლეგასთან შესახვედრად. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ბოლო პერიოდში პრობლემები დაგროვდა და ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მათი გადაჭრის გზები უნდა მოიძებნოს.